იმ დონეზე, როგორიც ეს საჭირო უნდა იყოს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ აქ გავარდა, აი წარმოიდგინეთ, აი ამოდენა ცენტრია და რა ავტომობილები აყენია, შეხედეთ. აი შეხედეთ, აი ამ სიტყვაზე თქვათ, აი ამ Porsche-ს. აი შეხედეთ ამ ავტომობილებს, მოგზანდით. აი დღეისთვის ბოლო კითხვა თუ შეიძლება. დღევანდელი მონაცემებით რა სიტუაცია სამანქანო ბაზარზე? სამანქანო ბაზარზე ძალიან ცუდი სიტუაცია. ახლა რა კუთხით გეუბნებით? კონკურენცია კი არ არის. თუ ვინმეს პატრონი ყავს, ეს არის პრობლემა. თუ ვინმეს პატრონი სადღაც ყავს, აი იმას ყველაფრის უფლება აქვს და შენ კიდე არაფრის უფლება არ აქვს. თქვათ ისეა თუ ასეა, ესეა ყოველ შემთხვევაში, თორე აი ხელის შეშლა რო არ იყოს, როგორც თქვენ თქვით, ქალბატონოვანი, ჩვენ 1000-ჯერ უკეთესად ვიქნებოდი. აიყურე. ვისაც დღეს ავტომობილი ჭირდება, აი წარმოიდგინეთ თქვენ რამდენი ავტომობილი მყავს აგერ Jetour-ის, Porsche გინდა, BMW გინდა, აი ეს Porsche იცი შენ მითხარი რომ ძალიან მომწონსო, ხო? BYD ეს არის ავტომობილები, რომლებსაც ძირითადად დღეს უკვე ტაქსისტვის ვიყენებთ და ჩვენ თუ დრო გვაქვს ერთი BMW-ების დავათვალიერებთ. წავედით. შენ მოყვარული ხარ რომელი ავტომობილის? აი მაგალითად გეუბნებიან რომ მე შენ მანქანა უნდა გიყიდო. მამა გეუბნება რომ ავტომობილი უნდა გიყიდო. აი რომელს აირჩევდი მაინც. აი აქ ჩემ ცენტრში მაინც რომელი ავტომობილი მოგეწონებოდა? Porsche-ს, შავს და Jetour Teors. აი Porsche-ს, შავფერს და Jetour Teors ამ ორ შორის გააკეთებდი არჩევანს, ხო? ძალიან კარგი. თქვენი გემოვნება არის მაღალ სტანდარტებზე მიახლოებული. აი Mercedes-ი, აქ რო ადამიანი მოდის, ქალბატონოვანი, აქ რო ადამიანი მოდის და ვისაც ავტომობილი უნდა, შეხედეთ რა Mercedes-ია, ხო? აი აქ რო ადამიანი მოდის, იმ ადამიანმა აქ რო მანქანა ვერ აარჩიოს, ისეთი არ არის. აქ არის კარგი ავტომობილები გარანტიით, საუკეთესო, აი შეხედე, აი მაგალითად ავიღოთ BYD. ხო ხედავ ყველანაირი ფერია. რამე ფერი თუ არსებობს, აი Volkswagen-ი გინდა, აი წარმოიდგინე, ახლა მოდი ნახოთ BMW-ები, ხო? აი BMW ეს თქვათ BYD, აქეთ მოგზანდით,